მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე და დღეს გვექნება გაშლა თუ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რას გრძნობს, თავი აქცენტი ამაზე იქნება, მისი გრძნობები ახლა თქვენს მიმართ, ნამდვილი გრძნობები თქვენს მიმართ ახლა ამ ცხოვრების ეტაპზე და რატომ დუმს, რატომ არ გამოდის კომუნიკაციაზე, ხო, ვისთვისაც ეს აქტუალურია, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ეს და ამ ტიპის გაშლა, ეს გაშლა არის თქვენთვის, რადგანაც იშვიათად ვიღებ ამ ტიპის გაშლებს, უფრო ინდივიდუალურ ტაროს სესიებზე ვაკეთებთ ასეთ გაშლებს და ამიტომ საჯაროთაც გადავწყვიტე. მაინც საჯაროა და ზოგადია, მაგრამ ხო, ვფიქრობ, მაინც რაღაც დონის ინფორმაცია შესაძლოა აქ მიიღოთ. გვექნება სამი პოზიცია. თქვენგან საჭიროა ის, რომ ჩაიფიქროთ კონკრეტული პიროვნება, ხო, უმეტესობისთვის ეს მამაკაცი არის. ვიზით გაინტერესებთ ამ გაშლის მოსმენა, ვისი გრძნობებიც გაინტერესებთ სინამდვილეში და ასევე გაინტერესებთ თუ რატომ არ დგამს ნაბიჯს, ხო, რატო დუმს ეს ადამიანი. ჩაიფიქრეთ, ფოკუსირდით ამ კონკრეტულ პიროვნებაზე. და დავდოთ სამი პოზიცია. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია, ხო? პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება არჩევაში, შეუძლია დააპაუზოს ვიდეო, შემდეგ აირჩიოს. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით, ხო? ნახოთ, პირველი პოზიციის ამსახველი, ასე რომ ვთქვათ, კარტი, ხო, სიგნიფიკაცია, რაც არის ხო თქვენ, სამართლიანობა. აქ შესაძლოა ასევე იყოს მითითება იმასაც, რომ პირველი პოზიციას ასტროლოგიურ ნიშნით, სადღაც რამე პლანეტა, ნიშანი ჰქონდეს ჰაერის სტიქიაში, ხო? ეს ხშირად ჯასტისის არკანი არის დაკავშირებული სამართლიანობის არკანი ქართულად ხო დაკავშირებულია სასწორთან, მაგრამ ეს მოიცავს სხვა ჰაერის სტიქიის ნიშნებსაც, ხო? შესაძლოა ამას სხვა ნიშნებიდან, შესაძლოა ზოგადად სიტუაციას. ნახოთ, ვკითხოთ. პირველი პოზიციის ჯასტის სიგნიფიკაციას ასეთ სიტუაციაში პირველი პოზიცია ახლა თუ რაღაც მისი კონკრეტულად ზოგადი მისი სიგნიფიკაციას ცოტა. უფრო თქვენი სიგნიფიკაცია არის აქ. კი, თქვენი სიგნიფიკაცია აქ მამაკაცთან დაკავშირებით. კი ბატონო, აქ სიტუაცია არის მამაკაცთან დაკავშირებით, ის რომ არის რა. გაიყვა სიტუაცია და რაღაც დაისვა წერტილები თუ პირიქით არ გარკვეულა და არის გაურკვევლობა. არა, აქ არის გაურკვევლობა, სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის აქ გარდა იმ ჰოროსკოპის ნიშნის, რაც გავაჟღერე, არის გაურკვევლობა. ანუ ამ პიროვნებასთან, ვისაც ახლა მოისმენთ გაშლას პირველი პოზიცია, ხო? არის რაღაც გაურკვეველი სიტუაცია. თქვენ შორის არ არის სამართალი, ანუ სამართალი არის გადატრიალებული წესით უსამართლობა, ხო? თქვენ შორის არის რაღაც გაურკვევლობა, შესაძლოა ეს იყოს უთქმელობა, რაღაცები არ განიხილეთ, არ თქვით, თქვენ ან იმ ადამიანმა და რაღაც გაყინული გაურკვეველი სიტუაცია. ანუ რეალურად სიტუაცია თქვენ შორის არის გაურკვეველი, დაუსრულებელი, ანუ ბოლო წერტილამდე არ მივიდა სიტუაცია, ხო? აი ასეთი რაღაც სიგნიფიკაცია არის აქ პირველ პოზიციასთან. კარგი, რაღაც ისეთი სიტუაცია, რაც გადასაჭრელია, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო არ გადაიჭრა. კარგი, ახლა პირველ პოზიციას კიდევ ერთხელ ვთხოვ, ჩაიფიქროს ის კონკრეტული პიროვნება, მამაკაცი ამ შემთხვევაში, ვისი გრძნობებიც გაინტერესებთ და გაინტერესებთ ის, რომ რატო არ ჩანს ეს პიროვნება, ხო? რატო არ გადმოდის ქმედებაზე. ჩაიფიქრეთ ეს პიროვნება, ფოკუსირდით მასზე და პირველ პოზიციის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების სიგნიფიკაცია, რას ფიქრობს ეს პიროვნება ახლა პირველ პოზიციაზე და მისი ნამდვილი გრძნობები პირველ პოზიციის მიმართ და რატომ არ ჩანს, რატომ არ დგამს რეალურ ნაბიჯებს პირველ პოზიციის მიმართ. მისი სიგნიფიკაცია. ტუზი თასების. მისი სიგნიფიკაცია ტუზი თასების. კარგი, მისი სიგნიფიკაცია აქ არის ასეთი ემპათიური. მე ვიტყოდი აქ რეალურად ძალიან ისეთი ემპათიური პიროვნება, მაგრამ ხო, ასე გავაკეთე. რეალურად ემპათიური პიროვნება, მაგრამ ამ გრძნობებს, ემოციებს არ ჩვენებს, ხო? მის სიგნიფიკაცია არის ეს, რომ
რეალურად ძალიან უნდა სიყვარული, ძალიან უნდა რომ ის უყვარდეთ, ის მიიღონ, მას ეალერსონ, გამოხატონ მის მიმართ სითბო, ყურადღება. თვითონაც უნდა ეს რომ გამოხატოს, მაგრამ აქ შესაძლოა იყოს აღზრდის კულტურის პრობლემები, ხო? ნუ პრობლემები რა, საკითხები, ასე რომ ვთქვათ. ან სხვადასხვა ფსიქოლოგიური ასპექტები, რის გამოთაც არ აჩვენებს თვითონ ამ ემოციებს, ამ გრძნობებს. ანუ სულ თვითონ რაღაც საკუთარ თავში ამ ყველაფერს მალავს, ხო? ამ გრძნობებს, ემოციებს სხვა ადამიანების მიმართ ან სხვა ადამიანის მიმართ ზოგადად მალავს, არ აჩვენებს, ხო? არ აშკარავებს ამ გრძნობებს და ემოციებს. გარკვეული მიზეზის გამო აქ შესაძლოა უნდობლობაც იყოს, რომ არ ენდობა ადამიანებს, ან გონია, რომ ადამიანები მას არ მიიღებენ თუ ის ემოციებს აჩვენებს, ან შესაძლოა ემოციების ჩვენება სისუსტედ აღიქვამდეს. ასე რომ აქ ბევრი მიზეზი შესაძლოა იყოს ამისი, თუ რატო არ გადის ზუსტადაც ამ თასების ტუსში და რატო არ ავლენს ამ თასების ტუსს სხვების მიმართ, მაგრამ არ ავლენს, არა და რეალურად უნდა, ხო? ეს არის მისი სიგნიფიკაცია, გადატრიალებული თასების ტუსზე, ასე რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ცდილობს აივსოს საკუთარი თავი სხვების მიერ წამოსული ყურადღებით, სითბოთით და შინაგანად არ გრძნობს თავს ავსებულად. ასევე ყველა ემოცია, ყველა გრძნობა მიდის ეგრევე რეპრესიებში, ხო? ეგრევე არ გვჭირდება, არ გვინდა ემოცია ცუდია, სლაბი ხარ. და всё, რაღაც აი ასეთ სიგნიფიკაცია გვაქვს აქ. რას ფიქრობს ეს ადამიანი ახლა თქვენს მიმართ? რას ფიქრობს? Knight of Wands. კვერცხების რაიდი. რას ფიქრობს? რას ფიქრობს და ფიქრობს გამოჩენას პირველ პოზიციის მიმართ თუ პირიქით რაღაც სხვა რაღაც ფიქრები აქვს? არა. ნუ ფიქრობს გამოჩენას, ეხლა ნახეთ, თქვენ ხართ აქ ხმლების დედოფალი. ნუ თვითონ უნდა, თუ პირიქით. ანუ მე ვიტყოდი აქ რას ფიქრობს და ფიქრობს, რომ წავალ რა ჩემ გზაზე, მივხედავ ჩემს საქმეს, გავჭენდები, შევჯდები ჩემს ცხენზე, გავჭენდები სადღაც, რაღაც ცდილობს, რომ რაღაც easy going-ში გადავიდეს, რომ ყველაფერი კარგადაა, წავალ მე ჩემს საქმეებს მივხედავ, ჩემს ცხოვრებას მივხედავ, თქვენს მიმართ გამოჩენაზე სულ ხმლები ჯდება. აქ შესაძლოა აქ იყოს ეს სიტუაცია, რომ გამოუჩდი არ მიმიღებს, ან დაბლოკილი ყავდეს აქ ვიღაც, ხო, ვიღაცას ასეთი პიროვნება შესაძლოა ბლოკშიც კი იყოს. ანუ ზოგადად თქვენს მიმართ გამოჩენაზე სულ ხმლები ეშინია ამ ადამიანს გამოჩენა, იმიტომ რომ გონია რომ ან პასუხს მოთხოვენ, ან საქმის გარკვევას მოთხოვენ, ან ეგრევე რაღაც დაბლოკავენ. ან უკვე ბლოკშია. და ამიტომ ცდილობს რომ რაღაც ისე ძალიან ისე ლაითად შეხედოს სიტუაციას თქვენთან დაკავშირებით. რა უშავს, წავალ მე გავაგრძელებ ჩემ ცხოვრებას რა, აი, რაღაცა ის, ანუ ცდილობს რომ რაღაც ხო ძალიან ისე ლაითად შეხედოს ამ სიტუაციას, რომ და რა, ლაითად რომ შეხედოს რა. ნუ ლაითად რომ შეხედოს, ეს უფრო უმარტივებს ავით სიტუაციას და აქ რეალურად ფიქრობს გამოჩენას თუ არა. აქ ბევრ ამას ფიქრობს საერთოდ, რა თქმა უნდა, თქვენთან დაკავშირებით და აქ სურვილი რომ გამოჩნდეს, მაგრამ აქ არის შიშები. აქ არის შიშები მისი ემოციების მიმართ, სიტუაციის მიმართ და აი მე ვიტყოდი გაურკვევლობა არის, საერთოდ გაურკვევლობა არის. ადამიანმა შესაძლოა არ კი იცოდეს რა უნდა, სად უნდა, როგორ უნდა, რანაირად და ამიტომ რჩევნია აი ასე მოიქცეს. როგორც იქცევა. კარგი. ნახოთ მისი ნამდვილი გრძნობები პირველი პოზიციის მიმართ. აბა ნახოთ მისი ნამდვილი გრძნობები. საინტერესო. ასეთი მრავალფეროვანი გრძნობები გვაქვს კი, მაგრამ აქ არის რაღაც არამყარი გრძნობები არის აქ, რაღაცნაირად ისეთი რა, არამყარი გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. აქ არის ვნება, არის რომანტიულობა, არის მიზიდულობა და ეს ორმხრივია, იმიტომ რომ თქვენს მხრიდანაც გრძნობს ამას და არის რაღაც წყვილობაც, მაგრამ აქ არ არის სიმყარე. აქ არ არის სტაბილურობა, რაღაც ცვალებადი სიტუაცია, ცვალებადი გრძნობები აქვს. დღეს ასეა, ხვალისია, ხო? დღეს ასეა, ხვალისია, რაღაც ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ აი დღეს ასეთი გრძნობები მაქვს, ხვალ ისეთი გრძნობები მაქვს, მაგრამ წამყვანი გრძნობა მაინც არის აქ ვნება. წამყვანი გრძნობა აქ ვნება. ვნება მიზიდულობა თქვენს მიმართ, იმიტომ რომ თქვენთან გრძნობს თავს ძალიან ისე კარგად რა, ენერგიულად, ანთებულად და აჟიტირებულად და ძალიან სიამოვნებს ეს განცდა ამისი, რომ აი ასეთად
გრძნობს საკუთარ თავს თქვენთან, როდესაც არის კომუნიკაციაში, მაგრამ ეს გრძნობები რაღაც არ არის მყარი, მაგრამ თვითონ ეს ადამიანი საერთოდ ცხოვრებისეულად იცი, სადაც მიდიხარ? არ იცის. ეგ არის ზუსტადაც, რომ ზოგადად ცხოვრებისეულათაც მის ცხოვრების ხედვასთან, მის ცხოვრების ხედვას რო შევეხოთ, ზოგადად ცხოვრებაში ძალიან ისეთია, რა, წელავს მომენტებს, უჭირს გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, უჭირს, რომ კონკრეტული სახე მიცეს რაღაცას, უჭირს, რომ ხმამაღლა თქვას, რომ აი ეს მინდა მე ასეთ და ასეთნაირად, ხო? აი ეს უჭირს, ამიტომ ასეთ ადამიანს განსაკუთრებით აი გრძნობებთან დაკავშირებითაც ასევე პრობლემები აქვს. ეშინია ემოციებს, ეშინია პასუხისმგებლობის აღება, რამის გადაჭრა, თქმა პირდაპირ კორექტულად, კონკრეტულად, უფრო სწორად, ხო, კონკრეტულად თუ როგორ არის, რანაირად არის, რა მინდა, რას ვითხოვ, რას ვეძებ, ხო? აი ეს ყველაფერი მისთვის ძალიან რთული არის აქ. ანუ ადამიანი აქ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, რაც შეეხება გრძნობებს. აი, ემოციები, გრძნობები და პარტნიორობა და ურთიერთობა რომანტიული, ეს სამისო არ არის. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს გასავლელი და ბევრი რამე აქვს სასწავლი და რეალურად არ არის ამაში დაინტერესებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილები და ტრამვები აქვს და ამასთან არ მუშაობს ადამიანი და ცდილობს, რომ უფრო მეტად აქ ისე მიუდგეს, რომ აი ეს ვნება, ეს მე უბრალოდ მომწონს, ან ამასთან მე უბრალოდ ვნება მაქვს და უფრო აი ძალიან საინტერესოა, ძალიან საკუთარ თავზე ორიენტირებულია, მაგრამ ამავე დროულად რეალურად რაც მნიშვნელოვანია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აი საზღვარულო სფეროსთან დაკავშირებით, ამას არ აქცევს არანაირ ყურადღებას, რაც ძალიან ასეთია, მართლა საინტერესოა ეს მომენტი. კარგი, რეალურად რატო დუმს, ხო? რატო დუმს? აქ არ არის კმაყოფილი იმ სიტუაციით, რაც მოხდა თქვენ შორის, ხო? ამ პიროვნების შორის და პირველ პოზიციის შორის რაღაც ისეთი მოხდა, აქ მე ვიტყოდი ინტერესთა სხვაობა, ან ფასეულობების სხვაობა, რაღაც ისეთი, რამაც გამოიწვია მისი ფრუსტრაცია, აგრესია, ხო? უკმაყოფილების განცდა, რომ არა მე ეს ასე არ მინდა, მე ასეთნაირად მინდა და ისე არ მოხდა, როგორც უნდა მას. და აი აქ იგრძნობა ძლიერი გაბრაზება იმისი, რომ არ არის ისე, როგორც მინდა მე. და ამას უნდა იყოს ისე როგორც მასს, ხო? ანუ მას რას სურს ეს სიყვარულო სფეროში ზოგადად? აბატონო. უფორმატო სიტუაცია, სადაც კი არის პიროვნება, ვისაც მე ვუყვარვარ, ვინც მე ამავსებს, მაგრამ ვინც მე არაფერს არ მომთხოვს რა. ვინც უბრალოდ იქნება ამ რაღაც მოქნილ ფორმატში და დღეს ასე ვარ, ხვალ ჩვენი გზები გაიყოფა. აი რაღაც არ ვიცი. კარგი, რა დავსვათ ახლა კითხვა. რას ელოდოს მისგან საერთოდ აი პირველმა პოზიციამ ამ ეტაპზე? რას ელოდოს? ან ელოდოს კი რამეს? კი, ელოდოს ამ ყველაფერს თუ? რეალურად, აქ შესაძლოა გამოჩნდეს ეს ადამიანი, ხო, რაღაცნაირად გამოჩნდეს თქვენს მიმართ, რაღაც შანსით, ან ისე უცაბედად გამოჩნდეს რაღაცნაირად, მაგრამ აი მე რას ვეუბნებ აქ იცით? შესაძლოა გამოჩნდეს ეს ადამიანი და ყველაფერი, მაგრამ თვითონ ამ ადამიანს არ აქვს კონკრეტული გაგება და გააზრება იმისი თუ რა უნდა სასიყვარულო სფეროში, ხო? მის პირად ურთიერთობებში კონკრეტულად რომანტიულ კუთხით რა უნდა? ეს არ აქვს ჩამოყალიბებული და ზოგადად უჭირს რამეზე გადაწყვეტილების მიღება და აი აქ სანამ ამ მომენტზე არ იმუშავებს, ხო? რაზეა საუბარი, ხო? რაზე საერთოდ არის აქ მასთან საუბარი. კარგი, რეალურად შესაძლოა დიდი ალბათობა რომ გამოჩნდეს. კი, მაგრამ აქ რჩება მაშინ პირველ პოზიციას, ხო? ამის თქმას ვაპირებდი ახლა მე, ამოვწევ რომ გამოგიჩნდეთ. რჩება თქვენ, აქ არის ეს, რომ თქვენ არ ელოდოთ მის გამოჩენას და არ ელოდოთ იმას, რომ ამან თუ მომწერა, ესე იგი მე მაგარი ვარ და თუ არ მომწერა, ესე იგი ბანძი ვარ და არ ვარ. არა, რა თქმა უნდა. არანაირად არ დააკავშიროთ ეს სიტუაციები თქვენს თვით შეფაზებასთან, არამედ პირიქით ამ სიტუაციებმა, ამ ადამიანთან, ამ პიროვნებასთან დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენ დრო დაუთმოთ თქვენს თავს, აბსოლუტურად გადაერთეთ თქვენს ინტერესებზე, თქვენს ჰობიზე, თქვენს კარიერაზე, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს თვით განვითარებაზე, თქვენს სურვილებზე, უფრო მეტი ჩაერთვეთ და აკეთეთ ისეთ რაღაცები, რაც თქვენ გავსებთ, მოგწონთ,
გმატებთ გამბედაობას, უფრო მეტი ფემინური ენერგია გაიღვიძეთ საკუთარ თავში, უფრო მეტი სექსუალურები, გამბედავები იყავით, მომენტში გარისკეთ და ისეთი რაღაც გააკეთეთ, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ გეშინოდათ, ან ვერ ბედავდით, ხო? უფრო მეტად გადაერთეთ საკუთარ თავზე აქ, იმიტომ რომ საკუთარ თავზე არ ახართ გადართული, თვითშეფასებად შესაძლოა იყოს აქ დაბალი და ველოდებით აი ამ ვიღაცას და მისი გამოჩენა გვეტყვის, რომ ჩვენ რაღაც ახალი გვერდება. არა, არ გვჭირდება ეს ვიღაც ინფანტილური გაურკვეველი ტიპი, ამ შემთხვევაში არამედ გვჭირდება ჩვენი თავი, ვფიქრობთ საკუთარ თავზე, გადავერთოთ საკუთარ თავზე და ამასობაში, ვინც მოიფიქრებს გამოჩენას, მოიფიქრებს, ხო? და მე უკვე გადაწყვიტავთ თქვენ ღირს თუ არა. საერთოდ ამ პიროვნებასთან აქ რამე პერსპექტივა პირველ პოზიციას. არის პერსპექტივა რაღაც არის, პაჟით ასების, რაღაც ახალი ემოციების არის, რამე სერიოზულ სტაბილურის, ეგ არ ვიცით, ეგ დაკიდებული ადამიანი, ეს ჯერ მოსაფიქრებელია, ხო? თვითონ ეს ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს, ხო? თვითონ ეს პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს, რას ეძებს, რა უნდა საერთოდ, როგორი ფორმატისთვის არის მზად, ხო? ბუნებრივია თქვენ ორივე და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იქნება ამ ყველაფერს განვითარება. რაც სავსებით ლოგიკური. კარგი და რჩევა მის სასიყვარულო სფეროში, პირველ პოზიციას. რჩევა. იკონტაქტეთ, ხო? თქვენ უნდა იყოთ აი ასეთი საზრმელი ძვალი. იკონტაქტეთ, არ შეჩერდეთ მხოლოდ აი ამ ვიღაცა ერთზე და არ ელოდოთ მას, არამედ იკონტაქტეთ, გადით სოციუმში, დეითებები გადმოწერეთ, ან უბრალოდ წადით პაემანზე ვინმესთან, ხო? ანუ უფრო მეტი გახსნილები იყავით. ან შესაძლოა ზოგადადაც არ იყოს მანდამაინც პაემანი, არამედ უბრალოდ კომუნიკაციად ადამიანებებთან, ხო? განვითარდით, გადით სოციუმში, გაიცანით ახალი მეგობრები, ახალი ადამიანები, ხო? შეისწავლეთ საკუთარი თავი, განვითარდით და ასეთ კუთხით ბევრად უფრო კარგი პერსპექტივები იქნება თქვენს სასიყვარულო სფეროს და თქვენს დაგეხმარებათ ეს სიტუაციას, რომ აქ გვაქვს აი ასეთი ვითარება. წარმატებები აქ პირველ პოზიციას, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და სურველებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, რომ უფრო კონკრეტულად და ვრცლად განვიხილოთ ის საკითხები, რაც თქვენ გაინტერესებთ. მე კი გადავალ ახლა მეორე პოზიციასთან. მე დასწრებს, რომ მომსადებ. მივესალმებ მეორე პოზიციას, ვნახოთ ახლა მეორე პოზიციის ზოგადად ამ სიტუაციის სიგნიფიკაცია თქვენ სასიყვარულო სფეროში, რაც ხდება ახლა ამ ვიღაც პიროვნებასთან და ასევე ვთხოვ მეორე პოზიციას ფოკუსირდით იმ ადამიანზე, ვიზეც გსურთ ამ გაშლის მოსმენა, ხო? ფოკუსირდით მასზე და მე მანამდე ვნახავ სიგნიფიკაციას სიტუაციის სამიანით ასები. მეორე პოზიციასთან არის სამიანით ასები თუ არ არის? არა, ანუ არ არის მესამე მეთქი მეორე პოზიციასთან სამიანი. ანუ ასეთი სიტუაცია არ არის თუ არის? არ არის. აქ ცოტა მე ვიტყოდი რაღაც ისეთი სიტუაცია. აქ არ არის პაემებზე სიარული, წასვლა წამოსვლები და რაღაც სილაღე და სილხინე თქვენს რომანტიკულ სფეროში. აქ ასე რომ ვთქვათ, ცოტა მოისუსტებს, ხო? უფრო რაღაც ასეთი სიტუაცია იგრძნობა. რატომ არის ეს ასე? იმიტომ რომ აქ რაღაც ახალი დაიწყო თქვენ ცხოვრებაში. შესაძლოა რაღაც ურთიერთობიდან გამოხვედით, ან რაღაც ფორმატიდან გამოხვედით, ან ვისაც რაღაც სტაბილურად ეკომუნიკაციებოდით, ან ეკონტაქტებოდით, ერთი სიტყვით უფრო მარტივად რო თქვა. ვისაც სტაბილურად ეკონტაქტებოდით, მასთან შეწყდა ურთიერთობა, ან რაღაცა წავიდა მეორე პოზიციის ცხოვრებიდან. კონკრეტულად, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ასპექტზე მაქვს აქ საუბარი. რაღაც წავიდა აქ სასიყვარულო სფეროდან, რის გამოთაც თქვენ არ გრძნობთ ბოლომდე დალხინებულად თავს თქვენს რომანტიკულ სფეროში, ხო? კარგი, ნახოთ უფრო ვრცლად ახლა ჩვენ. ახლა კიდევ ერთხელ უფრო კონკრეტულად უკვე ნახოთ თვითონ პიროვნებაზე თქვენი საუბრები. კი, კარგი, მომისმინეთ ახლა მეორე პოზიციას მიმართავ, რომ ფოკუსირდეთ იმ პიროვნებაზე, უმეტესობისთვის მამაკაცი, ვისაც გაინტერესებთ ახლა მოსმენა და ნახვა მისი გრძნობების, ნამდვილი გრძნობების მისი თქვენს მიმართ, ახლა ამ ცხოვრების ეტაპზე თქვენს მიმართ და რატომ არ ჩანს, რატომ არ არის ნაბიჯები, ხო? ვისაც გაინტერესებთ ამის მოსმენა, გთხოვთ ფოკუსირდით ამ პიროვნებაზე. მე კი ვნახავ სიგნიფიკაციას. მეორე პოზიციის მიერ ჩაფიქრებული მამაკაცის სიგნიფიკაცია ახლა ზოგადად. კაი ზოგადად იყოს.
არა, ახლანდელი სიგნიფიკაცია, კონკრეტულად ამ მომენტის დროინდელი სიგნიფიკაცია. რას ფიქრობს ეს პიროვნება, ეს მამაკაცი ახლა მეორე პოზიციაზე და მისი ნამდვილი გრძნობები მეორე პოზიციის მიმართ და რატომ არ დგამს რაღაც რეალურ ნაბიჯს, რატომ დუმს, რატომ არ დგამს ნაბიჯს. სიგნიფიკაცია. სამყარო. სიგნიფიკაცია, სამყარო ეს საკუთარ თავზე ასეთი აქცენტირებულები. ინფანტილიზმი, საკუთარი თავის სიყვარული აქ მე და ჩემი თავი. მე მიყვარს ჩემი თავი. მე მიყვარს ჩემი სამყარო. ესეთი პირადი აქ ეს პლუსში ყავს თუ მინუსში, რა თქმა უნდა, აქ არაჯანსაღი საკუთარი თავის მიმართ სიყვარული და ეგო, პირად საზღვრებზე არაჯანსაღი მიდგომა აქ, აი, მისი ინტერესები, მისი ჰობი, მისი სივრცე, ეს მისთვის რაღაცა წმინდა, ზეწმინდა რაღაცა. და დახურულია სამყაროსგან, ანუ ჩაკეტილი პიროვნება საკუთარ თავში, საკუთარ სამყაროში, რომელიც აი თავის ინტერესები აქვს და ისე უნდა, როგორც უნდა მას. აი, არ ვიცი. ახლა ამ წუთას, ხო? და ზოგადად მისი სიგნიფიკაცია, ზოგადად მისი სიგნიფიკაცია პენტაკლების მეფე, ხო? ანუ საკმაოდ სტაბილური პიროვნება, ვისაც აქვს თავისი კომფორტული ყველაფერი ირგვლივ აშენებული და ზის ამ სილამაზეში, კომფორტში. ხო, აქ პენტაკლების მეფე რადგანაც არის მიწისტიქია, პენტაკლების მეფე, შესაძლოა მიწისტიქიის წარმომადგენელიც ყავდეს აქ, ხო? ან ნატალ რუქაში მიწისტიქია ჰქონდეს უფრო მეტი, მაგალითად ვიდრე სხვა სტიქია, მაგრამ ხო, აი, ქალწული, თხის რქა, კურო, აი ეს ნიშნები უფრო მოდის ამ პენტაკლების მეფესთან. კარგი, ვნახოთ, რას ფიქრობს ახლა თქვენს. ხმლების მეფე. რო დასრულდა სიტუაცია, მორჩა, აღარაფერს, ფრანგულად თქვენ, აღარაფერს აღარ ფიქრობს. დასრულდა სიტუაცია, მოუკვეთეთ თემა, რას ფიქრობს და არაფერს არ ფიქრობს. დასრულდა სიტუაცია, აქ იგრძნობა, აი, როგორ რაღაცა სიცივე, მაგრამ ამავე დროულად სიბრაზეც რაღაც. და აი, კარი აღარაფერს საერთოდ აღარ დაველაპარაკები, არც მჭირდება, მე ჩემს ცხოვრებას მივხედავ. აი რაღაც ასეთი სიტუაციას შესაძლოა იყოს, იმიტომ რომ ხო ფიქრები საერთოდ, ანუ სიცივე აქვს. ხო, განულებული ფიქრები, ანუ მაქსიმალურად ადამიანი კვეთავს ყველა ფიქრს თქვენზე აქ. კარგი, მისი ნამდვილი გრძნობები. მეორე პოზიციის რა არის ეს? რა გრძნობებია ეს? კარგია, ხო? აქ როგორი გრძნობები გაქვს, გეხვეწები, რა გრძნობებია ეს? მეორე პოზიციის მიმართ რა გრძნობები? ვნება, აქ იმასაც ვიტყოდი, ისეთი არკანები დაჭდა, ქურუმი ქალი და ლილიტის არკანი დამიჭდა, ეს ორი, ხო? ამ დასტიდან, რომ აქ შემიძლია ისიც თქვა, რომ ვისაც გქონდათ ან გაქვთ სამკუთხედები და ოთხკუთხედები, იქ თემა შესაძლოა იყოს, რომ არის ეს ვიღაც ისეთი ქალი, ვიზით არავის არ ვეუბნები, არავის არ ვუზიარებ, არავინ არ იცის მასზე ზედმეტი კი არა, შეიძლება არც არაფერი არ იცოდეს და აი მყავს მე ასეთი ქალი, ვის მიმართაც მაქვს რაღაც ესეთი ფარული ემოციები და სხვაება ამის შესახებ არ იციან, ხო? ან თუ ეს ფორმატი თქვენი არ არის, ხო, რადგან საჯარო გაშლა ყველა ვარიანტებს გავაშერებ, ხო? თუ ეს მომენტი თქვენი არ არის და აქტუალური არ არის, მაშინ უბრალოდ ისეთი გრძნობები, სადაც აი ვერაცნობიერებს ადამიანი ბოლომდე რა გრძნობები აქვს, მაგრამ აქვს ძალიან ძლიერი ლტოლვა, რაც სტაბილურია და აქვს სურვილი, რომ ეს გრძნობები გქონდეს მას თქვენს მიმართ, მაგრამ აქ უფრო ძალიან ისეთი ღრმა კი და აი ოთხიანი განმეორდა ეს კარტი განმეორდა, სტაბილური გრძნობები აშკარად არის ეს. არის აქ სტაბილური გრძნობები, მაგრამ კიდე მინდა ვნახო, კიდევ როგორი გრძნობები აქვს სინამდვილეში ამ მამაკაცს. აქ ტკივილი, ტკენა იგრძნობა, იცით, ასეთი ძალიან ღრმა გრძნობები, მაგრამ არის აქ ღრმა ტკენა, ტკივილი და სამიანი თასები. მე ვფიქრობ, აქ სამკუთხედებისთვის ძალიან ხშირი თემა იქნება, თან სამიანი ამოვიდა აქაც.
ну, დიდი ტკივილი აქვს ამ, ესე იგი მეორე პოზიციის მიმართ აქვს ამ ხელად. ხო, რაღაც ემოციური და რატომ განიცდის ასეთ. ну, იმიტომ რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდით, ну, რაღაც არ მოხდა თქვენ შორის შეთანხმება და მოხდა რაღაც გიშვი-გამიშვი სიტუაცია, ხო? ამის გამო განიცდის ტკენას, ამის გამო მას მოუწია არჩევნის გაკეთება. და აირჩია იდიოტი. აირჩია საკუთარი თავი. აირჩია ის, რაც უნდოდა რომ აირჩია საკუთარი თავი, აირჩია სიტუაციის დასრულება, განვლება საერთოდ. ოკეი, კარგი, რატომ დუმს? ну, ჩემთვის პრინციპში გასაგებია რატომაც დუმს ეს პიროვნება აქ. ამ შემთხვევაში, იმიტომ დუმს რომ არ უნდა. იმიტომ დუმს რომ აირჩია არ გამოჩნდეს. იმიტომ დუმს რომ აირჩია არ გამოჩნდეს თქვენს მიმართ. მისთვის ტკივნეულია ეს, ესე იგი ტკივნეულია მეორე პოზიციასთან გამოჩენა. კი. ну, აქ აშკარად არის ვიღაც კიდე სხვა მეგობრებო. აქ არის მე პირველი პოზიცია ვთქვი მეთქი, ანუ მეორე პოზიცია გარდა, თვითონ მეორე პოზიციის გარდა სხვა ქალიც არის? მე ვფიქრობ, აქ არის სხვა ქალიც მეორე პოზიციის გარდა, ხო? ну, უმეტესობისთვის შესაძლოა იყოს, თუმცა თქვენ უფრო უკეთ იცით თქვენი სიტუაცია, ხო? ჩემთვის ახლა რთულია, იმიტომ რომ ზოგადი სიტუაცია საჯაროდ ვაკეთებ და გამეკრახელი. ხო, და ამიტომ რთულია, მაგრამ უმეტესობისთვის, ხო? ну, ზოგისთვის, აქ მხოლოდ მეორე პოზიცია არ არის, არამედ კიდევ არის ვიღაც სხვა ქალი ამ სიტუაციაში ჩარეული. მაგრამ, ხო, ვიღაცასთან შესაძლოა არ იყოს ეს სხვა ქალი და უბრალოდ ასეთ სიტუაცია იყოს, რომ ადამიანმა აირჩია სხვა ფორმატი, სხვა სიტუაცია, ან საერთოდ სხვა რაღაც სურვილები აქვს, ხო? ну, აქ რატომ ძდუმს, აი ეს არის მისი არჩევანი. თუ პირველ პოზიციის ჩაფიქრებულ ადამიანს უჭირდა არჩევნის გაკეთება, აქ არ არის ასეთი ტიპი, მაგრამ აქ იგრძნობა როგორი ტიპაჟი მამაკაცის, იცი, ну, პიროვნების. აი ცივი და რომელმაც აი თუ გადაწყვიტა, всё, აი გააკეთებს ასე, არ გადაუხოს, აქ არის გრძნობა რაღაც, აი როგორ თქვა, ქარაფშუტობას, ну, ქარაფშუტობა მთვათი სიტყვა არ არის, რაც მინდა გამოვიყენო, მაგრამ კარგი. აი, აქ ეს არის გრძნობა, აქ მამაკაც არ უნდა რომ გამოჩნდეს მეორე პოზიციასთან. ხო, მზე, იმიტომ რომ ფიქრობს საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე. აირჩია საკუთარი თავი. თასების მეფე. აირჩია საკუთარი თავი, საკუთარი ემოციები და ამიტომ ხო, გააგრძელა გზა იქ, სადაც უფრო მეტი სილაღეა, იქ, სადაც უფრო მეტი პერსპექტივები აქვს და რაღაც სხვა თემები, ხო? აი, ამიტომ დუმს და კარგი, თვითონ მეორე პოზიციას რას ურჩევთ ამ სიტუაციაში? რომ დაასრულოთ დახუროთ ეს სიტუაცია, აი ამ კონკრეტულ პიროვნებასთან თქვენში ეს სიტუაცია დამარხოთ საბოლოოდ, ხო? დამარხოთ რა კუთხით ახლა? ის კი არა რომ ჩაპრესოთ გრძნობები და ემოციები, არამედ ну, გააცნობიეროთ, გაანალიზოთ რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მაგრამ დახუროთ ეს თემა, აი დასვით წერტილი თქვენში და დატოვოთ ეს გრძნობები, ეს სიტუაცია წარსულში და წახვიდეთ წინა. თქვენთვის არის ეს რჩევა აქ. ხო? საბოლოოდ დასვათ წერტილი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ну, ამ ადამიანმა აქ აირჩია საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები, საკუთარი ბედნიერება და რატო არ უნდა აირჩიოთ თქვენ, ხო? ასე რომ ასეთი ვითარება აქ არის მეორე პოზიციასთან. წარმატებებს ვუსურვებ მეორე პოზიციას, აუცილებლად დალაიქეთ და კომენტარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე მსურველებს, რადგანაც უფრო კონკრეტულია და ვრცელი და უფრო მეტად საინტერესო ინდივიდუალური გაშლები ხოლმე, ასე საჯაროდ უფრო ეს არის რთული, თუმცა ბევრი წერს რომ რეზონებს და ასე საჯაროდაც კი. ჩვენ წავიდეთ ახლა მესამე პოზიციასთან. მივესალმები. ой, ეფექტური შემოსვლა იყო მესამე პოზიციასთან. მივესალმებ მესამე პოზიციას. ნახავთ სიტუაციის სიგნიფიკაციას ახლა მესამე პოზიციასთან. ხუთიანი თასები. გამოტირება, სევდა, მელანქოლია, სადღაც იმ მიმართულებით ყურება, სადაც უკვე აღარ არის შანსები და ამასობაში რეალურად სადაც არის შანსები, ამის უგულველყოფა. გაჩვენებთ ახლა თვითონ კარტს, ხო? ნახეთ. უკვე ის შანსები, რაც უკვე, აღარ წარმოადგენს შანსს და ამ დროს ეს ორი შანსი გაქვთ უკან, მაგრამ
იმიტომ რომ ადამიანი იყურება იქ, სადაც აღარ არის შანსი, ამ ორ რეალურ შანსს ვეღარ ამჩნევს, ხო? ეს შეიძლება იყოს ადამიანები ამ შანსის სახით, სიტუაციები, 1000 რაღაც შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ ზოგადად ენერგეტიკა ამ კარტის არის ის, რომ არის save და გამოტირება, შესაძლოა რაღაც გაუშვა ადამიანმა, ხო? მესამე პოზიცია მაგალითად რაღაც გაუშვა, რაღაცის გამოემშვიდობა, მოუწია, ან ვიღაცაზე დამშვიდობება, ან რაღაცის გაშვება საერთოდ და ეს არის მძიმე, მტკივნეული, ჯერ კიდევ გამოტირების პროცესში რომ ვართ, აი რაღაც ასეთი ენერგია არის აქ. ნახოთ ახლა უფრო კონკრეტულად, ეს ასეთ სიტუაციებშია მესამე პოზიცია, ნახოთ ასები. ხო, ასეთ სიტუაციებში ხართ, ვიღაც კონკრეტული თასების რაინდის გამო, აქ არის რაღაც ისეთი ქაოტური მდგომარეობა, ემოციური, სადაც მესამე პოზიციამ აი არ იცის როგორ მოიქცეს. შინაგანი კონფლიქტი არის, ბევრი ფიქრები, შფოთვა, ნერვიულობა, აი რო არ იცი რაზე იფიქრო და ამ დროს ამ ყველაფრის თავარი წამყვანი ფონი არის სევდა და მელანქოლია და შიში და შფოთვა, ხო? აი რაღაც ასეთ სიგნიფიკაციებში არის ახლა მესამე პოზიცია, აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ახლა კი თქო მესამე პოზიციას კონკრეტულად ჩაიფიქრეთ ის პიროვნება, ის მამაკაცი უმეტესობისთვის, ვისაც გაინტერესებთ ამ გაშლის მოსვლა. ფოკუსირდით მასზე. ჩაიფიქრეთ კონკრეტულად ეს მამაკაცი. ამ მამაკაცის სიგნიფიკაცია ზოგადად, რას ფიქრობს ეს მამაკაცი ახლა თქვენს მიმართ, მისი ნამდვილი გრძნობები თქვენს მიმართ და რატომ დუმს? რატომ დუმს? სიგნიფიკაცია. მე ხუთიანი არ შემიძლია. სიგნიფიკაცია რა არის? ასეთი სიგნიფიკაცია აქვს ზოგადად თუ ახლა? არა, ზოგადად ასეთ ემოციურად დიდად განვითარებული არ არის, ცოტა ემოციური სიცივე აქვს. ემოციური სიცივე, ემოციური ინტელექტი დაბალი თუ მაღალი? ემოციური ინტელექტი დიდად არ აქვს მუქუქილი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ ეს არის ინფორმაცია ემოციებთან დაკავშირებით, როგორ გავუმკლავდეს ამ და იმ ემოციას, სახელების ცნობა ემოციების მიმართ და ასევე ისიც, რომ აი, როგორ ვთქვა, კორექტულად მოპყრობა ემოციებთან დაკავშირებით, ხო? აი, მაგალითად, რო გრძნობ სევდას, მე ვგრძნობ, რომ ვგრძნობ სევდას და ადამიანს კორექტული გზით ვუზიარებ ამას, რასაც ვგრძნობ და ვატყობინებ, ხო? როდესაც ემოციური ინტელექტი დაბალი გვაქვს, საერთოდ ემოციებთან დაკავშირებით წარმოდგენა არ აქვს, როგორ მოვიქცეთ და ვიქცევით ან აგრესიულად, ან ცივად, ან კიდე საერთოდ არანაირად, ხო? კედელივით. აი აქ ის თემა არის, რომ ადამიანს რაღაც ასეთი თემები აქვს ემოციებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ აქ ბევრი მიზეზი შესაძლოა იყოს ამის. ან გზა აქვს გავლილი ცხოვრებაში ისეთი, რომ ძალიან ბევრი სირთულე გადაიარა, რის გამოთაც არ იცის რა ადამიანმა, ეს მისთვის არ იყო დიდად მნიშვნელოვანი თემა მის ცხოვრებაში, რომ რაღაც ემოციებზე ეფიქრა და ემოციებთან დაკავშირებით ემუშავა და რაღაც ასეთი ფსიქოლოგიური თემებში საერთოდ ჩაეხედა, ხო? ეს ერთი. მეორე, თვითშეფაზების თემაა დაბალი, ხო? ეშინია, რომ უგულებყოფენ, დატოვებენ, მიაგდებენ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ უფრო მე ვგრძნობ და მგონია, რომ არის თემა, რომ ადამიანისთვის უბრალოდ ეს არ იყო აქტუალური, არ ჩადო ამაში რესურსი და საერთოდ არ ხედავს ამაში რესურსს, ხო? რეალურად შინაგანად ეს ადამიანი ჯერ კიდევ განვითარების გზაზეა და ნახდათ ვერ ვიტყვით, რომ ადამიანს რაღაც შინაგანად როგორც პიროვნება რესურსულ მდგომარეობაში და აყვავებულია. შესაძლოა მილიარდერი იყოს ადამიანი, მაგრამ შინაგანად საერთოდ სიცარიელი ჰქონდეს. აი ეს ისეთი შემთხვევა, როდესაც აი მიახლოებული სიტუაცია, რომ ადამიანს შინაგანად სიცარიელეს განიცდის, კრიზისში ადამიანი, ხო? რაღაცა კრიზისულ სიტუაციაში და ეს არის მისი სიგნიფიკაცია თან ზოგადად. კარგი. რას ფიქრობს ახლა ეს მამაკაცი მესამე პოზიციის? რა არის ეს? რას ფიქრობს? ასეთ შიშებშია მესამე პოზიციასთან დაკავშირებით თუ ვერ ხედავს გამოსავალს და ცდილობს რომ არ ეფიქროს შიშებშია? არა ცდილობს საერთოდ არ ეფიქროს, ბუნებრივია, იმიტომ არ ეფიქროს, რომ ვერ ხედავს გამოსავალს ამ სიტუაციაში. არ ვიცი ახლა აქ მესამე პოზიციას შორის და ამ პიროვნების შორის რა სიტუაციაა, მაგრამ აშკარად ეს ადამიანი ცდილობს რომ არ ეფიქროს ამ სიტუაციაზე, თქვენს მიმართ სიტუაციაზე, რადგანაც
თითქოს და всё რა, აი ასე უყურებს რომ всё, ხო? ხო, რომ всё, აი არა, იქ არაფერი გამოსავალი არ არის და საერთოდ არა რა, წავალ გავაგრძელებთ გზას. აი ამას ფიქრობს ახლა. ოკეი, კარგი. მე მესმის რომ შესაძლოა ეს არ იყოს მარტივ გასაკვირი, მაგრამ ხო, მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად რაც არის ის გითხრათ. კარგი, მისი ნამდვილი გრძნობები. ნახოთ მისი ნამდვილი გრძნობები. ეს რა არის? ეს რა? აქ მე ვიტყოდი, აქ ბულგერაზი გრძნობები, აქ უამრავი გრძნობებია, რაც მას შინაგანად ანგრევს, ძალიან დიდი ლტოვა და ვნება არის თქვენს მიმართ და მე არ ვიცი ამას რას უშვება, იმიტომ რომ ცდილობს რომ რაღაც შინაგანად ამას გაუმკლავდეს, არ გითხრათ, ან არ გაჩვენოთ, ან არ გაგრძნობინოთ, მაგრამ ეს მისთვის ძალიან ძნელია, ხო? ძალიან თავდაყირად დგას მისი სამყარო. აქ საერთოდ საკიჟეთი გრძნობებია. ინტერესებს კიდევ მისი გრძნობები. კიდევ ამ მამაკაცის გრძნობები ნამდვილი მის ამ პოზიციის მიმართ. ნუ ძალიან სიღრმისეული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, ან თქვენში ხედავს სტაბილურ პარტნიორს, მისთვის აი ისეთ სასურველ ქალბატონს, ასე რომ ვთქვათ, ხო, ისეთი ქალი, ვინც მე გამიგებს, ვინც არის ჩემი პარტნიორი. ვინც მეს შემეფერება, მაგრამ ვისთანაც რა მოვიდა, ვისთანაც რა. ვისთანაც რაღაც სიტუაცია ძალიან, რაღაც ვერ წავიდა განვითარებაში, ხო? და ვის გამო ფიქრობს, რომ ვერ წავიდა სიტუაცია განვითარებაში, მის გამო თუ თვითონ მესამე 6-6, ორივე თავის თავსა დანაშაულებს და თქვენს გადანაშაულებთ. ოკეი, კარგი. მე სიღრმეებში აქ არ წავალ, რადგანაც საჯარო გაშლა. კარგი, რატო? ესე იგი, აქ არის ასეთი ძლიერი და მეორედ ამოვიდა პენტაკლების დედოფალი. კი, თქვენ, ანუ მისთვის ხართ ესეთი ქალი, აი ვისთანაც აი ეს ერთადერთი ქალია, ვინც სულ მე გულში ასე სტაბილურად ყავს, ვის მიმართაც მე ასეთი გრძნობები და ემოციები საერთოდ მაქვს. სტაბილური პარტნიორი ხართ მისთვის, მის გულში, ხო? მე არ ვიცი გითხრათ ეს, არ გითხრათ თუ რა ფორმატში იყავით, მაგრამ აი სინამდვილეში გრძნობების დონეზე აი ასეა. კარგი. ვნახოთ, აი რატომ დუმს, ხო? რატომ დუმს? რატომ დუმს და ეშინია? ეშინია რომ არ მიიღებთ თქვენ. ესე იგი, აქ დუმს, იმიტომ რომ მესამე პოზიციის ეშინია, ხო? კარგი, კიდევ რატომ დუმს? ნუ ეშინია. აქ ეშინია რომ გამოჩნდეს თქვენთან. აქ მისი თვით შეფაზე, აქ ეშინია რომ თქვენ მას საერთოდ არ უპასუხებთ და ნუ აქ აშკარად ან კამათი იყო თქვენ შორის, ან ბლოკი შეიძლება აზევს, ან არ ვიცი, მაგრამ აქ ეშინია თქვენთან გამოჩენა, იმიტომ რომ გონია რომ ანუ всё რა და რაღაც ისეთ სიტუაცია გონია რომ აი ერთხელ ვეცადე და თავგატეხილი წამოვედი და ახლა კიდე აღარ ვეცდები. ან საერთოდ არ გამოჩნდები, იმიტომ რომ არ მიმიღებს, მაინც ასე რომ ვთქვათ, დამაპაშოლოვებს და რა აზრი აქვს, ხო? აი რაღაც ასეთი დამოკიდებულება აქვს და მიტო დუმს. ანუ რეალურად აქ უნდა გამოჩენა. ბევრი რამე აინტერესებს აქ თქვენ შესახებ. შესაძლოა სოციალებში გადავნებდეთ თვალს ან რაღაც ლევი აკაუნტი ხო ბუდიშ ჟარგონისთვის, მაგრამ რაღაც ლევი აკაუნტი შექმნეს და იქიდან გითვალთვალებდეთ სოციალებში, სხვადასხვა სოციალებში. შესაძლოა საერთოდ WhatsApp-ის ავატარის ფოტო იყოს, ხო? ნუ ვისთვის რა აქვს. მაგრამ ყველაფერი აინტერესებს თქვენი, მაგრამ ამას აკეთებს შორიდან იწევს რაღაც ინფორმაციებს. თუ საერთო ნაცნობები გყავთ ან მეგობრები ან რაღაცა, იმათაც შესაძლოა რაღაცები გამოგკითხოს ან გკითხოს თქვენთან დაკავშირებით. და რეალურად გამოჩნდება ეს პიროვნება მესამე პოზიციასთან ახალ მომავალში? კი? თუ არა? ნუ ხო, აქ შესაძლოა უფრო არა ახალ მომავალთან დაკავშირებულ სიტუაციებში, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ პროგნოზის დონეზეა და პლუს კიდე ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა, ხო? კარგი. მაშინ რჩევა მაინტერესებს ახლა მე. აი, რას ვურჩევთ მესამე პოზიციას, აი ამ მამაკაცთან დაკავშირებით.
რომ დაიცვათ თქვენი საზღვრები, სამივე კვერთხები ამოვიდა, სამივე სისხლის ტიკია, რომ დაიცვათ თქვენი საზღვრები, თქვენი ინტერესები, მაგრამ ისე რომ თქვენ არ იშრომოთ, ხო? არ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე საკუთარ მხრებზე, არ აკეთოთ მხოლოდ თქვენ ყველაფერი, არამედ მიეცით ადამიანს ეს შესაძლებლობა ამ შემთხვევაში ამ პიროვნებას, რომ გაჩვენეთ, ხო, დაგიმტკიცოთ რაღაცები, იბრძოლოს. ესე იგი, უბრალოდ რელაქსში, კი ბატონო, უბრალოდ თქვენ თავი ხელში აიყვანეთ, ეცადეთ, რომ თქვენი ემოციები, ასე რომ ვთქვათ, აკონტროლოთ და გააცნობიეროთ, დაშოშმინდეთ, ასე რომ ვთქვათ, დაბალანსდეთ, დამშვიდდეთ და მიეცით სიტუაციას შესაძლებლობა ამ შემთხვევაში ამ ადამიანს კიდევ ერთხელ რომ იქეთ გამოიჩინოს თავი თუ უნდა, ხო? იმიტომ რომ თქვენ გაქვთ თქვენი ინტერესები, თქვენი ასე რომ ვთქვათ, ფასეულობები, მას თავისი, ხო? თუ არ ემთხოვეთ, არ ემთხოვეთ. თუ ემთხოვეთ და რაღაც სხვა დეტალებია, მაშინ მიეცით შესაძლებლობა რომ გაჩვენოთ, დაგიმტკიცოთ, ხო, მისი გრძნობები. და კიდევ რჩევა მესამე პოზიციას აქ. აქ რა იყოს არამედ აჩქაროს მიცეს დრო. ხო, მიეცით დრო სიტუაციას, ხო? არ იჩქაროთ, არ შეგეშინდეთ, მიეცით დრო სიტუაციას, მოусმინეთ თქვენ საკუთარ თავს, ნუ იქნებით ზედმეტად გაჯიუტებულებით, ხო, თუ მაგალითად ადამიანი, ნუ ხედავთ, რომ რაღაც გამოვიდა კომფორტული ზონიდან და თქვენს გამო რაღაც დიდ ნაბიჯებს დგამს და ან ცდილობს, რომ დგამს, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ, ხო? და როდესაც ახლა მე რაღაცებს ვაკეთებ და ადამიანი კიდე მეორე ადამიანი საერთოდ არც არაფერს არ აკეთებს, რა თქმა უნდა, რაზე არის საუბარი, ხო? ერთი სიტყვით, აქ მიხედეთ თქვენს თავს, არ იჩქაროთ, დააკვირდით მოვლენებს, შეაფასეთ, არ აჩქარდეთ, ნელ-ნელა, არ არის აქ საჭირო რაღაც ზედმეტი ქმედებები, ასე რომ ვთქვათ, მის ამ პოზიციიდან არანაირი ქმედება, არამედ ნელ-ნელა სიტუაციაზე დაკვირვება და უბრალოდ შეხედვა, ხო? მანამდე მიხედეთ თქვენს თავს, ეს არის აქ რჩევა. და დაიცავით თქვენი ინტერესები, ხო? თქვენი ინტერესები, თქვენ ცხოვრებას მიხედეთ, აქ კარგი იქნება მაგალითად რაღაც გადაადგილებები, დასასვენებლად წასვლა, ან მოგზაურობა, არ ვიცი ვისთვის რა არის აქ საინტერესო. ამიტომ ხო, ეს ყველაფერიც, ასე რომ ასეთი ინფორმაცია იყო აქ მესამე პოზიციისთვის. თუ მოგეწონათ გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი, გამოიწერეთ ჩემი არხი და მსურველებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიაზე.